შევხედოთ ასეთ რაღაცას. ეს ნახატი ისე მოგწონთ? პატარებს რომ. ხო საყვარელი გოგო. ხო და ამ საყვარელმა გოგონამ, რომელსაც ქვია მარიამი. აი ხა აქ რამდენი მარიამი ხართ? აბა ხელი აწიეთ, რამდენი ოღო. აი რამდენი მარიამები ხართ. რამდენი საყვარელი მარიამები ხართ. ამ პატარა გოგონამ ერთხელ ასეთი რაღაც გააკეთა. აიღო ფურცელი, აიღო კილო, აიღო უბრალოდ საღებავებით ხო კილოზე ხატავენ ხოლმე უფრო ესეა მიზანშეწონი. აიღო და კილოის კი არა ჭურჭელს რო ამშრალებ. სპეციალური კილოები არსებობს ხატრებმა იციან იქ. და პირველად დახატა ცა დახატა, ნახე ლურჯი ცა დახატა. მერე ამ ცაზე ვარსკვლავები დახატა, მზე დახატა, ეთქო მზე ვერ ეტეოდა და ცოტა მაღლა კედელს მიახატა. ნახე, დედამიწა დახატა. ხეები დახატა, მცენარეები. ალბათ სადღაც ესე იგი თევზებიც კი დახატა, მაგრამ ეთქობა დიდი თევზები რო უყარს არ ჩაეტი აქ და არ აჩანს. ან ძალიან პატარები დახატა რო არ ჩანს. და არ არის ადგილი. მოდი სადმე ჩამოჯექით, ეგრე დაიღლებით ამდენი ხანი. მოდი მოუწიეთ ბავშვებს. ცხოველები დახატა. და ნახე რა გააკეთა. ჩაიდო ჩანთაში, თან ეს მოწესრიგებული ბავშვია, იცი რა გააკეთა, წინა დღეს გაამზადა ეს ჩანთა. ის კი არა დილით ფათიფუთით კი არ ეძებს, აბა რა უნდა წავიღო სკოლაში. წინა საღამოს ამზადებს ეს პატარა მარიამი ჩანთას, რომ მეორე დღისთვის დრო აღარ დაკარგოს და წავიდეს სკოლაში. სკოლაში რომ მივიდა, ამოიღო ეს თავისი ნახატი და დაიდო მერხზე ასე. ბავშვები მივიდნენ, მარიამ, რა მაგარი ნახატია, ყოჩახ, რა კარგად დაგიხატია. მარიამი ეუბნება, არა ბავშვო, მე არ დამიხატია. ახლა გაკვირვებულები უყვა, აბა ვინ დახატა? მარიამი ამბობს, თავისით დაიხატა. ეხლა საერთოდ გაუფართოვდა თვალები, ეს ან გვატყუებსო, ან რაღაცასთან გვაქვს საქმე. როგორო თავისით როგორ დაიხატებოდაო მარიამს ეუბნებოდა. როგორო და ეგრეო მოვიდნენ ფუნჯებიო, თავისითო საღებავებიო, ფურცელიო. ესე დადგაო და დაიწყეს ხატვა. მე შორიდან უყურებდიო და ძალიან მომწონდაო. ეხლა რაღაცა ვერ უყურებენ კარგად მარიამს, რაღაცაშია საქმე. როგორო მართლა ეგრე იყო? კიო, აბა ეგრე იყო. ბოლოს უთხრა, არა მეგობრებო, ეგრე კი არ იყო. ესო მე დავხატე. ეხლა თქვენ ხო ფიქრობთო, რომ ეს თავისით ვერ დაიხატებოდაო, თქვენც ხო ეგრე ფიქრობთ. ხო და აბა წარმოიდგინეთ, იქ კლასში მარიამს ყავდა ზოგი ისეთი თანაკლასელი, რომ ზოგს ეგონა, რომ ეს სამყარო თავისით შეიქმნა. და მარიამი ეკითხება, წარმოიდგინეთ, ეს პატარა ნახატი თუ თავისით ვერ დაიხატებოდა, ამ ხელა სამყარო თავისით შეიქმნებოდა, ხო ვერ შეიქმნა. ეხლა წარმოიდგინეთ, სპილო თუ ვერ დაიხატებოდა თავისით როგორ გაჩნდებოდა. დახატვა უფრო ადვილი არ არის, ვიდრე სპილო რო არ არსებობს და რო გააჩინო. ხო და აბა წარმოიდგინეთ, ეს პატარა ნახატი თუ ვერ შეიქმნა თავისით, ამ ხელა სამყარო თუ ვინმე მას შექმნა, როგორ შეიქმნებოდა, ხო მართალი? და მერე მარიამი უყვება ბავშვებს, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. რომ ღმერთმა არაფრისგან შექმნა სამყარო. ეხლა მაგალითად მარიამმა ხო მოიმარჯვა, ესე იგი საღებავები, ტილო მოიმარჯვა, იქ დაუშვათ აი თავი საღებავ ფუნჯები და დაიწყო ხატვა და მარიამს დრო ჭირდება, ენერგია ჭირდება, ხო მართალი? აბა ისე მარიამს რო ეთქვა, რომ აბა ფუნჯება, ეხლა ერთ წამში დამიხატეთ, ხო ვერ დაიხატებოდა. დრო ჭირდება და ასე ხატავს, მაგრამ ნახეთ, ღმერთს ეს არ ჭირდება, არც რაიმე ნივთი არ ჭირდება. ღმერთმა არაფრისაგან შექმნა ყველაფერი. იმიტომაც ღმერთს ჩვენ ყოვლადძლიერს უწოდებთ. მარიამი არ არის ყოვლადძლიერი. ან ღმერთი ყოვლადძლიერია. ეს მარიამიც ღმერთმა შექმნა. ანუ თითოეული ჩვენთაგანიც ღმერთმა შექმნა და
ადამიანი იცი როგორი შექმნა? ადამიანსაც შეუძლია რომ რაღაც შექმნას. ანუ ღმერთი შემოქმედია და ამდენი რამე შექმნა, მაგრამ ადამიანიც ისეთი შექმნა, რომ მასაც შეეძლოს რაღაცის შექმნა. მაგალითისთვის ვიტყვი, ახლა აი ღმერთმა მცენარეები შექმნა, ხეები შექმნა, მაგრამ აი ხისგან ადამიანმა ნახე ეს გააკეთა. აი ეს პიანინო გააკეთა ხო მართალი? და კიდე აი თქვენ რო ეხა სკამებზე ხეთხართ, ეგ გააკეთა, მაგიდა გააკეთა. მაგრამ აი ღმერთმა შექმნა ცის ფრინველები, ხო მართალი? და ეხლა ადამიანმა შეხედა ამ ცის ფრინველებს და მან თვითფრინავი შექმნა. მაგრამ ადამიანს ის ფრინველი რო არ დაენახა, რო არ ესწავლა რა პრინციპით დაფრინავს ეს ფრინველი, თვითონაც ვერ შექმნიდა თვითფრინავს. და მით უფრო მაშინ ვერ შექმნიდა, თუ ღმერთი ადამიანს აი შემოქმედებით უნარს არ მიანიჭებდა, გესმით რაზეა ლაპარაკი? ეხლა წარმოიდგინეთ, რამდენი თქვენთაგანი აი მუსიკაზე ხო დადიხართ? აი თქვენ რო იქ ნაწარმოებებს უკრავთ, ეგ ხო ადამიანმა შექმნა, ხო მართალი? იმ ადამიანში ღმერთმა ჩადო შემოქმედების უნარი, რომ მას ასეთი სილამაზე შეექმნა. ვიღაცამ ნახატი შექმნა, ვიღაცამ სიტყვაზე ცეკვა მოიფიქრა, აი ასეთი ლამაზი რო გამოსულიყო და ასე შემდეგ. მერე მარიამი უხსნის თავის თანაკლასელებს, რომ იცით რა მოხდაო? პირველ დღესო ღმერთმა ბრძანაო, რომ შეიქმნას ნათელიო და მართლაც შეიქმნა ნათელი. მეორე დღეს ღმერთმა ბრძანა, რომ შეიქმნას ცა. თან მარიამი რომ ხატავს, თვითონ ეწვალება რომ დახატოს. ღმერთი იტყვის და კეთდება. მესამე დღეს აი მიწა და წყალი არეული რო იყო ერთმანეთში. ღმერთმა თქვა, რომ გაიყოს მიწა და წყალი. ცალკე მდინარეები იყო, ცალკე ზღვები, ცალკე მიწა იყო და ამ მიწაზე აღმოცენდა მცენარეები, სხვადასხვა სახის მცენარეები, ყვავილები, ხეები. მეოთხე დღეს აი მარიამს რო არ დაეტია ზედა მთვარე და ვარსკვლავები ერთად, აი სწორედ ესენი შექმნა ღმერთი. მეხუთე დღეს რა შექმნა? ფრინველები, თევზები შექმნა და მეექვსე დღეს შექმნა ცხოველები და სულ ყველაზე ბოლოს შექმნა ადამიანი. ეხლა მე გეკითხებით, რატომ შექმნა ღმერთმა სულ ბოლოს ადამიანი? რა იქნებოდა ჯერ ადამიანი რო შეექმნა? რატომ? თქვენი აზრით, აი რატო შექმნა ღმერთმა ადამიანი? აბა იმ გოგონას აზრი მაინტერესებს. ღმერთმა ადამიანი რატო შექმნა სულ ბოლოს? იმიტომ რომ არ იარსებებდა ქვეყანა და ვერ იცხოვრებდნენ იმ ცხოვრებით, რომელთაც შეიძლება დამტკბარიყვნენ და ესიამოვნებდნენ. დამტკბარიყვნენ, კი ბატონო, ეგ მომეწონა. აბა კიდევ იქით ბავშვები იწერდნენ ხელს, აბა თუნთულა, შენ რას გვეტყვი? აი ეგ წინ რომ მანდიო, ეგ ეხლავე შენთანაც მოვა. ის არ იქნებოდა. ბოლოს ადამიანი რატო შექმნა? აბა? ვერ იცხოვრებდნენ. ვერ იცხოვრ- იმიტომ რომ იქ საჭმელი არ იყო. შენგენაც საჭმელი არ ექნებოდა, ხო მართალია? და იქ წყალი არ იყო. წყალი არ იყო, მართალია, ნათელი არ იყო, სიმნელეში ხო არ შექმნით. აბა შენ რას გვეტყვი? აიცადე? ადამიანები ვერ იცხოვრებდნენ, ვერ სადადგებოდნენ, რადგან მიწა და წყალი ერთმანეთში იყო შერეული, სულ ეგრე ჭურჭელები იქნებოდნენ, იმიტომ რომ წყალი და მიწა ტალახია და ტალახიანი ფეხებით ხო არ იuliდნენ, ხო მართალია? აბა შენ რას გვეტყვი? ჩემი აზრით იმიტომ შექმნა, რომ ცოცხალი არსებები ქმნიან გარემოს და ზოგადად ბუნებას. და ამიტომ შეიქმნა ადამიანი ბოლოს, რომ კარგი სასიცოცხლო პირობები ჰქონოდა. ეგეც მომწონს, კარგი სასიცოცხლო პირობები შეუქმნა ჯერ ღმერთმა ადამიანებს და მერე მოიყვანა ადამიანი, აბა? ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ მცენარეები არ იქნებოდნენ, საერთოდ ვერც ისუნთქებდნენ ადამიანები და ვერც საჭმელი ვეღარ იქნებოდათ, იმიტომ რომ არც ერთი მცულიერი ვერ იქნებოდა დედამიწაზე. და თან ის კიდევ რომ არაფერი, ძალიან კარგი რამ თქვი ახლა შენ, აბა ნიკოლო, შენ რას? ღვთის ხატად შექმნა ადამიანი ღმერთმა და ასევე
იმის გამო რომ ამ ქვეყნის ასე ვთქვათ გურგვინი ყოფილიყო ადამიანი. ამ ქვეყნის გვირგვინი ყოფილიყო. აბა ანდრია რას გეტყვის? აბა აკითხვა რა გვაქვს რამ? ეხლა ღმერთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დედამიწაზე ადამიანია და ყველაზე დიდი დრო მოიტოვა მისთვის, რათა თქვი, ნუ გეშინი. სრულფასოვანი და სრულყოფილი ყოფილიყო და ისეთი შეიქმნა, ვისაც ადამიანი მიეძავდა. ღმერთისთვის უნდა მიეძავდა ადამიანი. ღმერთისთვის უნდა მიებაძა. აბა შენ რას გეტყვი? ღმერთი არ იქნებოდა. ხმელეთი არ იქნებოდა. ანუ ერთ რამეზე შევთანხმდეთ ახლა ჩვენ რომ თუ დედამიწაზე ადამიანი არ იქნებოდა, ამ სამყაროს შექმნას აზრი ექნებოდა თუ არა? არ ექნებოდა. ანუ თუ ესე იგი ამ სამყაროში ადამიანი არ იქნება, არაფრის შექმნას აზრი არ აქვს, ხო მართალია? თუ ადამიანი არ იქნებოდა, ესე იგი ჰაერიც არ იქნებოდა. ჰაერიც არ იქნებოდა და არაფერი არ იქნებოდა, იმიტომ რომ უბრალოდ თუ ადამიანი არაპირებდა აქ ღმერთი თუ არაპირებდა რომ ადამიანი მოეყვანა ამ ყველაფერს უბრალოდ აი მარტო იმიტომ რომ ნახე ეხლა სიტყვაზე ვამბობ აი დაუშვათ სახლში მანდილოსანი ელოდება სტუმრებს და შრომობს გამზადა ხაჭაპურები დააცხო იქ რაღაცა სხვადასხვა თუნდაც ცხოველები თუ ფრინველები მოხარშა თუ შეწვა თუ დიდი სუფრა გააწყო მოკლედ. სტუმრებს ელოდება. რატო გააწყო ეს სუფრა? სტუმრებს რო ელოდება, ხო იმიტომ. დაუშვათ სტუმრებს არ ელოდება. მაინც გააწყობს ერთი 100 კაციან სუფრას, აი რა მაგარი ვარ, რომ სუფრის გაწყობა შემიძლია, მაგიტო ვინმე აკეთებს? სტუმარს ელოდება და იმიტომ ხო მართალია ღმერთმაც ეს ყველაფერი ადამიანს გაუმზადა, რომ ბოლოს ადამიანი როგორც მეფე ამ სამყაროს მოეყვანა ამ წუთის სოფელში. გესმით? როგორც გვირგვინი, აი როგორც ნიკოლოზმა თუ ანდრიამ თქვა, როგორც გვირგვინი ამ სამყაროში, ყველაზე ძვირფასი აქ ადამიანი. თუ რამე შეიქმნა, ადამიანისთვის შეიქმნა. და ეს სამყარო როდემდე იარსებებს, იცი, ამ სახით როგორიც არის. ვიდრე აქ ადამიანების სულის გადარჩენა, სულის ცხონება შეძლება. თუ ისინი სულის ცხონებას ვეღარ შეძლებენ, უბრალოდ ამ სამყაროს არსებობას ამ ფორმით როგორც არის, აზრი ეკარგება. ამიტომაც სწორედ მაშინ იქნება მეორედ მოსვლა, როდესაც ადამიანები ვეღარ შეძლებენ აქ რო სული გადაიჩინონ და ცხონდნენ, ანუ როდესაც ისინი ღმერთს განუდგებიან. მოდი ახლა რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, კარგით? თან ახლა მე ფაქტიურად რომ გითხრათ ერთგვარი გამოცდის წინაშე ვაყენებ ამას რაღაც სახელმძღვანელოსთვის მინდა და თან საქმეში როგორ იმუშავებს მაინტერესებს აი მეორე მესამე კლასელების რა ხო კი მე შეკითხვებს დავსვათ თქვენ უბრალოდ მითხარით სწორია თუ არ არის სწორი ღმერთმა სამყარო შექმნა მასალების გამოყენებით. არ არის სწორი, ხო? ანუ რისგან შექმნა? არაფრისგან. თუ ვიტყვით, რომ ჰაერისგან, ეგეც არ იქნება სწორი. იმიტომ რომ ჰაერიც ხო ღმერთმა შექმნა, ჰაერიც თუ არ იარსებია, არაფრისგან შექმნა. კარგი, მეორე. ადამიანი დედამიწაზე მე-7 დღეს შეიქმნა. მე-6 დღეს შეიქმნა. მე-7 დღეს წერია რომ ღმერთმა ანახეთ ახლა მაგას ძალიან კარგად უნდა დავაკვირდეთ. დაისვენა რას ნიშნავს? დაიღალა და დაისვენა? აი, მანდ უნდა გავარკვიოთ რომ დაისვენა არ ნიშნავს რომ დაღლილი იყო და დაისვენა. დაისვენა ნიშნავს იქ წერია ღმერთმა განისვენა ყოველთაგან საქმეთა მისთა. ეგ რას ნიშნავს? მორჩა ღმერთის შექმნას. ახალი აღარაფერი იქმნება. გესმით? სიტყვაზე სპილო როგორიც იყო მაშინ, ისეთივეა ეხლაც. ანუ ახალი სპილო არ შექმნილა. გესმით რაზეა ლაპარაკი? თუმცა დაისვენა არ ნიშნავს, რომ თავის შექმნილ სამყაროს ღმერთი ყურადღებას არ აქცევდეს. და ჩვენთვის რას ნიშნავს ეს დაისვენა, რომ 6 დღე უნდა შრომობდე
იქ მოდე შენ საქმეს და მე-7 დღე უფალს უნდა შეწირო. ანუ ჩვენ შემთხვევაში მე-7 დღე ეს არის კვირა დღე. რომ ადამიანმა სული მოითქვას, ესე იგი თავის სულს დაუთმოს, იქ აღსარება თქვას, იქ ეზიაროს წირვაზე წავიდეს კვირა დღე, ამისთვის უნდა გამოიყენოს. განა ყველა დღე ღმერთის არ არის? განა ყველა დღე პატიოსნად არ უნდა იშრომო? პატიოსნად უნდა გქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან, მაგრამ ეს მე-7 განსაკუთრებული, აქვს სხვაგვარი მსახურება საჭირო, ღვთისადმი სხვაგვარი მსახურება. თორე სიტყვაზე ვამბობ ახლა, დაუშვათ აი ამ ეს საყვარელი გოგონა სადღაც წაიქცა და ჩვენ გვინდა რომ ღმერთს ვემსახუროთ. და რა ვქნათ ახლა, კვირას გამოგივლი და აგაყენებო ხო ვერ ეთქო. მაშინ მე უნდა წამოაყენო, ეგეც ღმერთისადმი მსახურება, შენი ღირსებაა ეგ. ხო. შემდეგი შეკითხვა. მარიამმა ნახატში პირველად ცა დახატა? სწორი. მარიამმა თქვა რომ ნახატი თავისით შეიქმნა. და რატო თქვა ეგ მარიამმა, გახსოვთ? რატო თქვა? აი ამ გოგონას პასუხი მაინტერესებს. რატო თქვა? იმიტომ რომ გაგებია ყოველთვის რომ ღმერთმა შექმნა სამყარო. შენ გენაცვალე, დაუკარით ტასი, აბსოლუტურად მართალი. იმიტომ რომ ზოგისთვის ვისაც არჯეროდა რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, ეს ესწავლებინა, ხო მართალია. შემდეგი. მეცადან ეს ცოტა ისეთია რომ დასაწერი. ღმერთი იწოდება საუკუნო არსად, რადგან ხარ კი არ უნდა თქვა სწორიათ, უნდა დაასრულოთ. ღმერთი იწოდება საუკუნო არსად, საუკუნო არსი, რადგან რატომ იწოდება? რადგან იყო, არის და იქნება, ის არავის არ შეუქმნია და ყოველთვის იარსებებს. შემდეგი. ხო არ დაგღალეთ? რამდენი წუთია რაც ვაწამებ ამ ბავშვს? 15. მოდი მაშინ შემდეგ საკითხზე გადავიდეთ. აქ ბევრია შეკითხვები და ტესტები ბევრია. თუმცა მოდი სხვა საკითხზე გადავიდეთ. ერთი პატარა ამბავიც უნდა წაგიკითხოთ. ბავშვებო, ორ პატარა ამბავს წავიკითხა და თქვენ წესით ეს სახელმძღვანელოში ასე იქნება, რომ ჯერ წმინდა წერილიდან უნდა წავიკითხო, მაგრამ თქვენ რადგან ასე თუ ისე ერკვევით ბიბლიის ტექსტებში, პირდაპირ ორ პატარა ამბავს წავიკითხავთ, თქვენ უნდა დააკავშიროთ ეს ძველ აღთქმაში, რას მიესადაგება უფრო მეტად. პირველი ამბავი, დავითის პატიება. დავითი და მისი პატარა ძმა ლუკა, მოდით ან ორი ბავშვი გამოვიყვანოთ. ერთი ლუკა, მოდი. ცოტა დიდი დავითი გვინდა, მოდი, შენ ვითომ დავითი ხარ. მართლაც დავითი ხო არა ხარ? არა? მაგრამ დღეს დავითი იყავ. მარა ერთი ბურთის დაგჭირდება საილუსტრაციოს. გამოუტანე ერთი ბურთი. არა, უბრალოდ კარგად რომ დაგამახსოვრდეთ, თორე ეხა აქ ბურთი კი არ გჭირდება. მედი შენ ფეხბურთის კარები გამოაგორე. მარა არა გვაქვს. მაგრამ თუ საჭიროა და ღმერთინებებს გვექნება, ხო? რა თქმა უნდა. არა. ო, რაღაცა გამრავლიშნობა. გამოიტანე, დააჭერინე დავითს. იყო და არა იყო რა. იყვნენ ორი ძმა, დავითი და ლუკა. ერთხელ ეზოში თამაშობდნენ. დავითს ძალიან უყვარდა თავისი ბურთი. მაგრამ ლუკამ უნებლიეთ დააზიანა იგი. რაღაცა მოხდა, გაუსკდა ლუკას ეს ბურთი. დავითი ძალიან გაბრაზდა და დაუყვირა. ახლა აქ არ წერია რა სიტყვებით უყვირა, მაგრამ მნიშვნელობა გაბრაზდა, გაღიზიანდა და დაუყვირა. ლუკა თვალცრემლიანი სახლში შევიდა. დავითი მარტო დარჩა. თავიდან გულში ბრაზობდა.
ხო ეგრე იყო, ხო გახსოვს რომ ბრაზობდი. ლუკა დავითი ძალიან ბრაზობდა ლუკაზე, თავდაპირველად. შემდეგ კი მიხვდა რომ ძმას უსამართლოდ მოექცა. ცოტა ხანში დავითი ლუკასთან მივიდა და გუწრფელად მოუბოდიშა და უთხრა: "მაპატია ლუკა, შენ ხომ არ გინდოდა ბურთის გაფუჭება? მე ცუდად მოვიქეცი." ლუკა მაცრემლებული თვალებით გაუღიმა დავითს და ძმებმა ისევ ერთად განაგრძეს თამაში. დავითი მიხვდა რომ ბოდიშის მოხდა და სინანული ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც გაფუჭებულ ურთიერთობას გამოასწორებს და ძმობას უფრო განამტკიცებს. ხომართალი. ეგ ერთი ამბავი. თქვენ აქ იყავით, არ წახვიდეთ, ეხლა მეორე ამბავი გვინდა. კიდე რაიცა და ერთი ბავშვი გვინდა, მე მგონი. ნახო. ერთი გიორგი გვინდა, გიორგი. გიორგი ვინ არის? მოდი, აბაჩებთ. მოდი. დადექი. მოდი შენც მოდი. მოდი. შენ რა ქვია? შენ? ლაზარე. მოდი, კაი, გიორგი. ლაზარე და ნიკოლოზი იყოს ახლა, რა აუცილებელი აქ რა წერია ეგრე თქვა. აბა მეორე ამბავი და მე ესენი ერთმანეთს უნდა შევადაროთ. ლაზარე და მისი მეგობარი ნიკოლოზი, ეს ლაზარეა, ეს ნიკოლოზია. ერთად სწავლობდნენ. ხوار დაგღალეთ ბავშვები. არა, საუბრით ხوار დაგღალეთ მე. ჩემი კი არა, თქვენი საუბრით. არა. ლაზარე და ნიკოლოზი ერთად სწავლობენ სკოლაში. ერთხელ ლაზარემ ნიკოლოზის როეული მიიტაცა და დახია. როეული დაუხია, აბა, გაგგონია. ნიკოლოზი ატირდა და უთხრა რომ ბოდიში მოეხადა. ლაზარეს ეუბნება რომ ბოდიში მომიხადე. მაგრამ ლაზარე გაიქცა, ყურიც არა თხოვა, გაიქცა ერთი როულია, რა მოხდა მერეო. მასწავლებელმა ყველაფერი გაიგო. ლაზარესთან მივიდა და ეხა ლაზარეს მოუწია რომ ბოდიში მოეხადა. ყველას თანდასწრებით, აი მარტო ნიკოლოზთან კი არა, მთელი კლასის თანდასწრებით მოუწია რომ ბოდიში მოეხადა, თან ის როულიც ახალი მოუტანა. მაგრამ ლაზარემ არ ინანა თავისი საქციელი, უფრო გაჯიუტა. კი მოუხადა ბოდიში, სხვა გზა არ ქონდა და იმიტომ, მაგრამ კი არ ნანობდა თავის საქციელს. დღეები გავიდა და ლაზარესთან სათამაშოდ აღარავინ მოდიოდა. ის მარტო დარჩა. ბოლოს როცა მიხვდა რომ ჯიბრის შედეგად მხოლოდ ტკივილი და მარტოობა შერჩა, ფიქრობდა ბოდიში მოეხადა, მაგრამ სიამაყეს ვერაფერი მოუხერხა და ის კვლავ მარტო დარჩა. ეხლა მოდი შევადაროთ ეს ორი ამბავი. აი მე მინდა რომ გკითხოთ. ეს არის ლაზარე, ეს არის დავითი. რა განსხვავება ლაზარესა და დავითს შორის? შენ გითხარ. ლაზარეს და დავითს შორის განსხვავება ის არის, რომ დავითმა აპატია ლუკას და ლაზარემ კი არაპატია თავის მეგობარს. უფროსს პატიება არა, მოდი ესე დავსვათ შეკითხვა. მოდი ესე დავსვათ. რა? ხო, აბა მოდი შენ თქვენ. დავითმა ინანა გული თავის საქციელი რომ ძმას ასე აწყენინა და ამიტომ მივიდა და ლაზარეს არ უნანია ეს ყველაფერი და პირიქით უფრო ამაყად იყო და ვერ იმასადა თავის რა უშლიდა ხელს რომ შენდობა ეთხოვა? ალბათ აქ იყო, წავიკითხე მე. სიამაყე, ხო? სიამაყე უშლიდა, მე როგორ უნდა ვთქვა ბოდიში. და დაუშვათ ლაზარესაც რომ შენდობა ეთხოვა. რა მოხდებოდა? რა მოხდებოდა ლაზარეს რომ შენდობა ეთხოვა? მარტო აღარ დარჩებოდა. მარტო არ დარჩებოდა. დაუშვათ დავითსაც რომ შენდობა არ ეთხოვა, თუ დარჩებოდა მარტო? დარჩებოდა. ანუ ესე იგი ნახე როგორი ამბავია. სიამაყემ შეიძლება ადამიანის სრულიად მარტო დატოვოს. ხო მართალია? შენდობა ვერ ითხოვოს. ლაზარეს რო ეთქვა თავის დროზე მაპატიეთო,
მასაც აპატიებდნენ. ნიკოლოზის იმეგობრებდა ისევ. აბა შენ რა სიტყვა? ამან შეინანა და მეორე მან შეუნა. არ შეინანა. აი მან შეინანა, იმიტომ რომ თამდაბალი იყო, თან უყვარდა თავისი ძმა და ლაზარემ არ შეინანა. არა, შენ კი არაფერი დამიშავე. უბრალოდ ისე რახან გამოსვლა გინდოდა. ესე იგი, თუ ადამიანი ვერ შეძლებს რომ შენდობა ითხოვოს, ის შეიძლება მარტო დარჩეს და ესე იგი სიხარული დაკარგოს. მე ახლა მაინტერესებს ეს ბიბლიიდან რომელ ამბავს მიუსადაგოთ. მე სპეციალურად არ წავიკითხე ის. რომელ ამბავს? ნუ კი. მიართვით მიკროფონი. არ მოკლა აბელი. კაინმა რომ მოკლა აბელი. კიდევ? აბა? მაიცადა? ადამა და ევამ რო დააშავეს, მე ხვერც შენდობა არ თხოვეს, ხო? ადამა და ევამ რო და ადამს და ევას რო შენდობა ეთხოვათ, 60-ს ხო არ დაკარგავდა? აი ლაზარეს რო შენდობა ეთხოვა, მეგობრებს, ხო არ დაკარგავდა? დავითმა რო შენდობა ითხოვა, ძმა ხო არ დაკარგა? ო და ისევ მეგობრობდნენ. აბა იმ ცულცულასთან მიდი ერთხელ. სახელით მითხარ. ბიჭებო, იმას თავის ძმა უყვარდა. თავისი ძმა უყვარდა, თან ეთყობა, თამდაბალი ადამიანი იყო, ხო? შეძლო რომ შენდობა ეთყო. კარგი, მოდი. რო არ დაგზალოთ, ეხლა დასხეთ. მადლობა. ეხლა ამ გახეთქილ გულს რა უყურთ? აი, სინანულმა როგორ გაამთელა ეგ ბურთით. მეგობრობასავით, ძმობასავით, მიდი შეიტანე იქ დადა. მოდი, ეხლა ერთი რაღაც მინდა რომ გაჩვენოთ. ეხლა ეს უფრო ცოტა მოზრდილებისთვის. ბავშვებო, ჩვენ ზოგჯერ ჩვენი ცხოვრება ზოგჯერ აი ასეთ რაღაცას გავს. აიცადეთ ერთი თუ ვიპოვე. აბა მოდი, ნახოთ რა ჩაირთები. აი? როგორ აღმოჩნდა ეგ თავი მან? საჭმელმა შემოიტყუა, ხო მართალი? სუნაგოგამ შემოიტყუა. და ვერ გააცნობიერა, რომ იქ შეიძლება რაღაცა მახე ყოფილიყო დაგებული. რატო ამბობ? ყველაფერი, რაც მოგინდება, დაუფიქრებლად კი არ უნდა ეცადო, რომ აიღო. ვიღაცას საჭმელი, ვიღაცას რაღაცა სხვა ნივთი, ვიღაცას ასეთი თუ ისეთი გართობა. ყველაფერი უკან მოუხედავად კი არ უნდა აიღო. უნდა იკითხო ჯერ. შენ ამას რომ თავისზე უფრო მეტად გამოცდილისთვის ეკითხა, ხო აღარ აღმოჩნდებოდა? არ აღმოჩნდებოდა. აი ეს ხაფანგი გამოუცდელებს სიჭერს. ამიტომ აი ჩვენ დავაკვირდეთ ხოლმე მაგას. ჩვენ არასოდეს არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ რაც ვიცით და რაც გაგვიგია, ეგ საკმარისია იმისთვის, რომ ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც გვინდა. რჩევა უნდა იკითხო ყოველთვის უფრო გამოცდილისაგან. მოდი, ერთი რამ მინდა გაჩვენოთ ეხლა კიდე. მოდი ერთად უყუროთ და მერე განვიხილოთ. მოდი ცოტა ხანი შუქით ჩაახედოთ. თან მოდი ამას შევხედოთ, ისე არ მორჩენია, როგორც აი ჩვენი ცხოვრება, ეს ცხოვრებისეული კიბეა. ზოგჯერ ასვლა გინდა ვერ ადიხარ, ზოგჯერ გონია რომ უკვე ახვედი. მწვერვალზე ხარ, მაგრამ შეიძლება უცბად ძირში აღმოჩნდე.
ისე რომ არასოდეს არ უნდა ჩათვალო კაცმა რომ უკვე მწერვალზე მწერვალიდანაც შეიძლება ჩამოვარდეთ. გახსოვთ აქ კიბე რო შემოვიტანეთ. რომელი იყო რო ავიდა და ზამოთ ნიკოლო. აი წარმოიდგინეთ ახლა ნიკოლოზი იყო ერთი ჩვენი პატარა მეგობარია, აქ კიბე იდგა მაღალი. კიბის ძირში ნიკოლო შეეძლო რომ თვალები დაეხუჭა. მაგრამ და ცალფეხზეც კი მდგარიყო. კიბეზე რომ ავიდა, იქ გაუჭირდა რომ ცალფეხზე მდგარიყო და თან თვალები დაეხუჭა. და რატო ვამბობ ახლა? ო აბა რა თავისთავად, იცი რატო ვამბობ? რაღაცა მწერვალზე რო ადიხარ, ცხოვრებისეულ მწერვალზე. რაც უფრო მაღლა ადიხარ, უფრო თვალების დახუჭა არ ივარგებს, არ უნდა ჩაგეძინოს, არ უნდა მოდუნდე. თორე იქიდან ჩამოვარდნა უფრო მეტად დაგამტრევს, ვიდრე აქედან რო ძის გაგორდე, ხო მართალია? ამიტომ აი ეს ცხოვრებისეული ამბავია და მეორე ახლა რაც მინდა რომ გაჩვენოთ. თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, ძალიან დიდებული ფეხბურთელი ლიონელ მესი. ასევე ძალიან კარგად იცით, ну შედარებით ნაკლებად, მაგრამ ედენ აზარი. ხო გაგონოთ ედენ აზარი. ეხლა ნახეთ. ესე იგი ეს ეკითხება ერთ-ერთი მატჩის დროს. ეკითხება მესის რომ შენო ესე იგი შენს გატანილ გოლებს ნახულობ ხოლმეო? და მესი მოთხარ მე არ უყურებ მაგ გოლებს. იმიტომ რომ მაგან შეიძლება ადამიანში გამოიწვიოს სიამაყე. მე პირიქით ისეთ მომენტებს უყურებ ხოლმე, რომელიც ვერ გამოვიყენე. აი ამ ვარჯიშშიც ახლა რო ვარჯიში მქონდაო, 5 დრიბლინგი ვერ შევასრულეო და მე მაგაზე ვფიქრობ. ანუ ნახე დიდი ადამიანები იმას კი არ უყურებენ, რა გააკეთეს კარგად. დიდი ადამიანები უყურებენ, რა ვერ გააკეთეს კარგად, რომ შეცვალონ, გამოასწორონ. და ის შეცდომები მათ კი არ თრგუნავთ. პირიქით, გამოსწორების გზებს ეძებენ. და ეხლა მე უბრალოდ მინდა გაჩვენოთ სწორედ ლიონელ მესის ისეთი შემთხვევები, როდესაც თქვენც კი გაიტანდით იქ გოლებს, მაგრამ მან ვერ გაიტანა. მაგრამ ეგ კი არ არის პრობლემა, არამედ მაგაზე დაყრდნობით რომ იშრომებ და მაგას რომ გამოასწორებ. მოდი ერთად ნახოთ. შოკი ჩააქეთ ცოტა. ისე რომ ამით იმის თქმა მინდა რომ შეცდომებმა არ უნდა შეგვაშინოს. პირიქით შეცდომებზე თუ გაიზრდები, ზოგჯერ შეიძლება ერთი შეცდომა 2 და 3 გამარჯვებას ჯობდეს, თუ ამ შეცდომამ გასწავლა ის როგორ უნდა გამოასწორო. მაგრამ ზოგჯერ ადამიანს ხასიათი არ უარგა. თუ ერთხელ შეეშალა, ორჯერ შეეშალა, შეიძლება დაღონდეს და ვეღარ გააგრძელოს. მოდი ახლა ცოტა მოზრდილი გოგო ბიჭებისთვის ერთი პატარა გამოცანასავით მაქვს. თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან, აქ რა უნდა ეწეროს. ეს არის ერთ-ერთი ანდაზა, სადღაც წავაწყდე. ეს არის ოსური ანდაზა. მოდი გამოვიცნოთ. აბა მან უნდა ეწეროს სიკეთ.
სიკეთე? ანუ არაფერი ისე არ ალამაზებს მანდილოსანს, როგორც სიკეთე. შენ რა სიტყვი? მე სიკეთე. შენ სიკეთე? აბა შენ რას გეტყვი? მე ღმერთი. ღმერთი და ჩაეტევა მაგარი გამოტოვილი 600 უნდა იყოს. სიკეთე. სიკეთე კიდე? აბა მისი გული. მისი გული და ეგ ჩაეტევა თან და ჩაეტიოს. აბა ხასიათი. ხასიათი? ხასიათიც არ ჩაეტევა მე მგონი, ეგ 7-ია ხასიათი. აბა სინადე. სინაზე? სინაზე ჩაეტევა, მაგრამ ამას სხვა ვარიანტებიც ნახოთ. რწმენა. წმენა. წმენა ჩაეტევა. აბა გავრიელ შენ რა სიტყვი? მოდი ცოტა დიდები მე. სინათლე? აბა ეგ ცოტა უკან შეიძლება სამკაულების სახელები იცოდნენ. ეგ ყველაზე მთავარი სამკაულია, რაც იქ უნდა ჩავწეროთ. გოგოებო, რა ჩავწეროთ რა? აი, საყურე? ახლა მაღაზიაში რო შეხვიდე, ერთი სიმდაბლე მომეციო, ხო ვერ ეტყვი? მაგრამ ვერც იმას ვერ ეტყვი, რაც იქ უნდა ჩაწერო. რა ჩავწეროთ? აბა მე ცოტა დიდე აბა მოდი შენ გითხრ ცოტა ახლოს მოდი, თორე აქედან რო გადმოხდე შეიძლება რამე მოვიტეხე. აბა გითხარ. მიაწ დედობა. დედობა? აი შენ ძალიან კარგი რამე თქვი. გოგოებო. ნუ მარცხენ. რა? მოდი აბა. მოგძალება ძალიან კარგია, მაგრამ ვერ ჩავდებთ. ეგ ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ, განა არ უხდება, მაგრამ აი ანდაზაში უშუალოდ რაღაც ეწერა. აბა? არა, თუ არ ვიცით რა არის, ესიც უნდა ვიცოდეთ რა არის. მოდი 100-ს ჩავწერ. აბა? სიყვარული. სიყვარული ვერ ჩავწერთ. ერთი 100 გავხსენ. აბა გითხეთ რა არის? ქალობა. ქალობა? მანდილოსანი. სხვათა შორის ბავშვებო, წმინდა ილია მართალი ასეთ რამეს ამბობს. სიტყვა ქალი მას მაინც და მაინც არ მოსწონდა, ის უფრო დედაკაცს ამბობდა. და რა იცი რატომ? დედაკაცი არისო, ფარხმლიანი ქალიო და ქალი არის უფარხმალო დედაკაცია. აბა ივანე, დედობა? აბა უკან გოგოებს კითხე. რა? დედობა? ეხლა? თავმდაბლობო, ეგ ვინა თქვა, აბა აქ როგორ ჩავწო თავმდაბლობო. აბა იმ გოგონას შევეკითხოთ. სიხარული. შენ დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ აქ ვერ ჩავწო. ეხლა მე საგანგებოდ ვაჯანჯლებ, რომ კარგად დაგვამახსოვრდეს. აბა? ზნეობა. შენ გენაცვალე, დაუკარით და. აი თურმე რას ფიქრობენ? ეს როგორც გითხარით, ეს ოსური ანდაზაა და აი რას ფიქრობენ? რა უხდება ყველაზე მეტად მანდილოსს? ზნეობა უხდება. ზნეობა არის სამშვენისი, სამკაული, რაც მანდილოსანს უხდება და არა მარტო მანდილოსანს, რა თქმა უნდა. კარგი ბავშვებო, მოდი ახლა ვნახოთ აბა ერთი ნაწილი იმ ფილმისა, რაც შეგვიდით, ეს დიდი ბერის ცხოვრების შესახებ არის და მოდი პირველი ნაწილი ერთად ვნახოთ.